ევროპის მოედანზე წინა საახალწლო კონცერტები გრძელდება. დღეს მაყურებლის წინაშე ბათუმის ფოლკლორული ჯგუფები წარსდგნენ. ქალაქის მთავარი მოედნიდან მზია მართვალიშვილი გვერდება. მზია, დასრულდა თუ არა საახალწლო კონცერტი? დიახ, გიორგი, საახალწლო კონცერტი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა ევროპის მოედანზე ამ დრომდე არიან შეკრებილი ბათუმელები. აქ იმყოფებიან პატარებიც, რომელთა განწყობის შესაქმნელად გართობისთვის აქ სპეციალურად წინა საახალწლოდ დამონტაჟებული ატრაქციონები გვიან ღამემდე მუშაობს. რაც შეეხება თავად კონცერტს, დღევანდელი საკონცერტო პროგრამა ქართულ ფოლკლორს დაეთმო. კონცერტი ანსამბლმა მწვერვალმა გახსნა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა დღეს 6 საცეკვაო ნომერი შეასრულა. მაყურებლის განწყობაზე ქორეოგრაფიულ ანსამბლთან ერთად ვოკალურმა გუნდებმაც იზრუნეს. დღეს სცენაზე სულ 4 ადგილობრივი ანსამბლი წარსდგა. მაყურებლის განწყობაზე ანსამბლმა მწვერვალმა, ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა იბერიონმა, გოგონათა ვოკალურმა ანსამბლმა თირიმმა და ბათუმის მერიის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლებმა იზრუნეს. კონცერტი, სადაც 12 საცეკვაო და მუსიკალური ნომერი შესრულდა, საათ ნახევარს გაგრძელდა. განწყობა ძალიან მშვენიერი და გადასარევია. ბავშვები გამოუყავს ყოველთვის. ყველას ულოცავ დამდეგ ახალ წელს. ყველას ღმერთმა მრავალი ახალი წელი გაუთენოს და ყველას ოჯახში ასეთი ხალისიანი წელიწადი ყოფილიყოს ყოველთვის. 6 ნომერი შევასრულა ძალიან კარგად და იმედია მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება ჩვენი შესრულებული ცეკვებისაგან. ჩვენ ძალიან შევეცადეთ, რომ მაყურებისთვის წინა საახალწლო განწყობა შეგვექნა და ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრი ყოფილა ჩვენი ანსამბლისათვის. მინდა მთელ საქართველოს აჭარიდან მიულოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, გამრავლება და გახარება გისურვოთ სიყველად. დღეს მართალია ფოლკლორს დაეთმო ძირითადი საკონცერტო წინა საახალწლო საკონცერტო საღამო. დიდი მადლობლები ვართ ამისათვის, ჩვენი მხრივ რაც შეგვეძლო ცოტა პატარა წვლილი შევიტანეთ. წინა საახალწლო კონცერტი ბათუმში 3 დღეა მიმდინარეობს. ხვალ ღონისძიება დღის 5 საათზე დაიწყება. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. აქ წარმოდგენილი იქნება 45 ავტორის ნამუშევარი. რაც შეეხება საკონცერტო პროგრამას, ის ხვალ 8 საათზე დაიწყება და მაყურებლის წინა საახალწლო განწყობის შექმნაზე ხვალ 3 ჯგუფი იზრუნებს. კონცერტები ბათუმში ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება და ის შობაზე 7 იანვარს დასრულდება.